გუშინ ვიყავით ოპერაში. გუშინ ვიყავით ოპერაში, ხო. ხო, რომელი ჯობია რა, ეგეთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ზეგაპრანჭული იყო ან ოვერდრეს თუ ანდერდრეს. შეიძლება რაღაცა წრავლის ბრალი არის, ყოფილა რა ბავშვობაში რაღაცა 1-2 ეგეთი შემთხვევა, რომ ძალიან მოვინდომე გავიბრანჭე დაბადების დღეზე სადღაც წავედი არ ვიცი და იქ ყველა სპორტულებით და ჯინსებით და რაღაცებით იყო და ჩელენჯი გვაქვს ამ თვეში რა, ესეთი რაღაცა გადავწყვიტეთ. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღურად არ გვაქვს უფლება 20 ლარზე მეტის დახარჯვის. მე ვიცი ეს. მეც ვიცი. გამწვანდა? კი. ეს კი ბატონო. მიუსრიალდი კარებამდე წამოვდი და შევედი ვაგონში. ამჯერად გამარჯობა, ოჯახური პოდკასტი, გვანცასთან და გიორგისთან ერთად. გამარჯობა. მე სახელად მუსკულები. თავიდან მუსკულები იყო, მაგრამ ახლა გახდა მეტსახელი მუსკულები. წინ დაემატა სახელი. გამოიწერეთ არხი. არხი გამოიწერეთ, უცებად გახო. მადლობა, ვინც არხი გამოწერა, ვისაც არ გაგკითხოთ, არ დაგავიწყდეთ, მადლობა. ასე არ დაგავიწყოთ ჩვენ პატრიონის მხარდამჭერებს. უღრმესი მადლობა. უკვე დავიწყეთ მიკროფონების და შტატივების მომარაგება იმ თანხებით, რაც პატრიონზე მოგროვდა. სტუმარი, coming soon. სტუმრის ამბები დავამატოთ და ასე შემდეგ. და გუშინ ვიყავით ოპერაში. გუშინ ვიყავით ოპერაში, ხო. დონ ჯოვანი. ხო, ეს ერთ-ერთი მოცარტის და მე მოვედით და ამადეუსის ყურება დავიწყე. ხო. ეს ერთ-ერთი ის ოპერა იყო, რომელიც ყოველთვის მინდოდა ლაივში მენახა. არ მქონდა ლაივში ნანახი და გავარდით. ჩემი მეგობრები მღეროდნენ. ხო. კარგად იმღერეს. რთული ის არის, რა ქვია, ოპერა. ძალიან ზოგადად მეორე ჯერ ვარ ნამყოფი და უკვე შემიძლია შევაფასო. მეორე ჯერ ვიყავი. ხო, მოცარტი ზოგადად ძალიან რთული არის რა. ეხლა ყველაფერი თავისებურად რთულია, ესე ვერ იტყვი რომ რაღაცა ვერდი ადვილია და მოცარტი რთული არის, მაგრამ ჩემი აზრით მოცარტი განსაკუთრებულად რთულია. აი რაღაცა სადღაც რაღაცამ შეიძლება გაპატიოს, რაღაცა ხალტურები, რაღაცები, მაგრამ მოცარტში ყველაფერი ჩანს რა, ესეთია, გამჭვირვალეა ძალიან და ძალიან რთულია. ხო, კიდე გადის რომ მაყურებლებმა ისეს დაინტერესდება თუ ეს თქო დაიდგმება ხოლმე და მე აღარ არის. იცი რა, არ ვიცი, ზოგადად მოცარტი ძალიან იშვიათად იდგმება ჩვენთან. ხო, მაგრამ რახან დაიდგა იქნება სულ იყოს. ხო და აი არ ვიცი, ვნახოთ რა, არ მაქვს ინფორმაცია ამ ეტაპზე. ხო, ფინალიც მოულოდნელი ქონდა. აღარ დავასპოილეროთ. ხო, ცოტა ისეთ ფინალი იყო, მე ვსჯელობდით რა მოხდა, ანუ ვინ როგორ გაიგებს. ხო, წესით ვინც იცის სიუჟეტი, დონ ჯოვანი კვდება ბოლოს, დემონებს ჩაყავთ ჯოჯოხეთში. მაგრამ რაღაც განსხვავებული დადგმა ვნახეთ. არის ზოგადად ისეთი განსხვავებული დადგმები, სადაც არ კვდება, ესე ფიზიკურად არ კვდება. მაგრამ იქ სხვა მესიჯები არის ხოლმე, რომ თითქოს საზოგადოებამ გარიყადა, ანუ აქაურ ჯოჯოხეთში ცხოვრობს, ასე ვთქვათ რა, ისე მოხდა. მაგრამ ცოტა ეგეც ვერ დავინახე ამ. და ის რა მაგარია, მიურეი აბრაჰამი სალიერის როლში. შედის უიმაზე. მილოშ ფორმანზე. ხო, გუშინ რომ მოვედით ამ მოცარტის ტალღაზე ვიყავით და მოდი ამადეუსი ნახოთო. თქვით და გადმოწერეთ და გუშინ დავაფიქსირეთ, რომ ესეთ კარგი ხარისხით ეგ ფილმი არ გვაქვს არც ეს ნანახი, იმიტომ რომ ტელევიზორში გვაქვს ნანახი და თან ინგლისურადაც არ მქონდა ნანახი, ხა დავაფიქსირე. ანუ სამჯერ მაქვს ნანახი, რომ სამჯერ ტელევიზორში. და ეს გაფართოებული ვერსიაც არ გაქვს, ხო ნანახი 3 საათი. არა, ხო, ხა დაირექტორს კაც უყურებთ 3 საათიანია და. ხო. საინტერესო თემა, ასეც საუბრობდით, სანამ დაიწყებოდა ოპერა, რომ დავჯექით იყო ადამიანების ჩაცმულობები. იმიტომ რომ ხა ოპერაში მიდიხარ უნდა გაიპრანჭო რაღაც დონეზე. აი რა დონეზე უნდა გაიპრანჭო? ხო. ეგ იყო საინტერესო დაკვირვება. ხო და ანუ under ზოგი იყო overdressed, ზოგი underdressed, ანუ ქართულად არა პირდაპირ თარგმანი. ხო. და გაპრანჭულობა არის ალბათ. ხო, მაგრამ ზოგადად ტერმინი, მაგრამ ზედმეტად გაპრანჭული. ხო. და ზედმეტად გაუბრანჭავე? ზედმეტად გაუბრანჭავე.
ესე იქნება ქართულად. ზეგაბრანჭული და ზეგაუბრანჭა. ქვეგაბრანჭული. რაღაც ხოვეძები მაგის ისა განმარტება. მოიცა. ხო ისა რა გაბრანჭული. ხო. აი ეს overdressed როგორ იქნება ქართულად რა? პრანჭვა რანაირი სიტყვა არის ესა? გაბრანჭული. აი, აგრე. განმარტება ჯიზე არის არსებით სახელი ნათესავით ბრუნვა პრანჭვის ზმნები იპრანჭება, ეპრანჭება. იხილეთ გაბრანჭვა. აი ეს მაგასაც ნახო. არა, თვითონ პრანჭვა რაღაცა ციურ სიტყვა არის. იგივე არის ანუ იხილეთ გაბრანჭვა, გადადიხარ გაბრანჭვაზე, იხილეთ გამობრანჭვა, გადადიხარ გამობრანჭვაზე ის არსებით სახელი პრანჭვა და ეს გატრიალებს აქეთ იგი და ისა რა ქვია. ქალის არკის წინ გაიბრანჭა მაგალითი. და მეორე მაგალითიც ქალზე არის რატომ ნახე პრანჭვა იმაში რა ქვია ლექსიკონში არის უქალზე. აი ხო და რა მაინტერესებს იცი? პრანჭვა ანუ ზოგადად როგორ არის? ვიღაცა მეორე პირს უნდა ეპრანჭებოდე თუ აი უბრალოდ გაიბრანჭა ის მასკი არა. გაეპრანჭა იქნებოდა და გაიბრანჭა არის ერთპირიანი. მოკლედ overdressed და underdressed არ აქვს ქართული შესატყვისი. ხო და რა დავარქვათ რა გადაწყმა? ზეგაბრანჭული და ქვეგაბრანჭული იყოს. over და under ახარ არის. ხო და ანუ იყვნენ ადამიანები ვინც თulitit რომ ძალიან ზედმეტად გაბრანჭულები იყვნენ. აქ გემონება უგემონობაზე არ არის, ანუ აი ძალიან ისეთი კაბითან ძალიან რაღაცა კოსტუმში გამოწყობილი და ხო, წითელ ხალიჩაზე რო კაბებიაც ვიათ ხოლმე რაღაცა ეგეთი. ხო, ვიყავით ჯინსიანი სასტავიც. ჯინსიანი სასტავიც იყავით. ხო და რომელი ჯობია საერთოდ მაგას ამგერად ესა პერანგი გეცვაზავი და ესეთი კლასიკურად იყავ ესეთი. ნუ თათ კლასიკური არა, მაგრამ ხო რაღაცა მეც მოვსკენი. და ჯინსიც ისეთი სადა. დახეული არა. ხო, დახეული არა. ხო და რომელი ჯობია რა ეგეთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში? ზეგაბრანჭული იყო ანუ overdressed თუ underdressed? ხო და აი მე მაგალითად ყოველთვის ბევრად უფრო უხერხულად მიგრძნია თავი, როცა სადღაც წავსულ ვარ და მე მიგრძნია რომ რაღაცა ზეგაბრანჭული ვარ. ვიდრე პირიქით რა. აი მაგალითად რა იყო, თქვა ოპერაში რომ მიდიხარ. ხო. ძალიან რაღაც ქორწილის იმაზე იყო ვიდზე და ისეთი კაბა გეცვას და რაღაც ესე იყო თუ ჯინსები, ბოტასები და რაღაცა მაისურით იყო. იცი რა ეხა ოპერის მაგალითზე ვერ ვიმსჯელებ. იმიტომ რომ მე თვითონ ეხა ოპერაში 10 წლის პერიოდშიც და კონსერვატორიის პერიოდშიც ბავშვები ვიყავით მაშინ და შევდიოდით იმისთვის რომ ოპერა გვენახა და რაღაცა გვესწავლა და ის გვინდოდა უშუალოდ იქ სცენაზე რა ხდებოდა ეგ გვაინტერესებდა და ტანსაცმელს დიდად მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ გაკვეთილების და ლექციების მერე მივდიოდით და სულ რაღაცა ბოტასებით და სპორტულებით ვიყავით ხოლმე, ხან რომელ კიბეზე ვეგდეთ და ხან რომელ იმაზე სართულზე. ადგილები არ გქონია ხოლმე არზოს, ამიტომ აი ოპერაში არ ვიცი რა, ეხა აი მაგხრივ უხერხულობას ვერ ვიგრძნობ ოპერაში, თუნდაც ჯინსის და ბოტასით რო ვიყო. მაგრამ აი ნაცნობების წრეში მაგალითად რა, ან დაბადების დღეზე, ან ქორწილში, ან სადმე რა, აი სადაც ჩემი მეგობრები და ნაცნობები არიან, იქ რომ მივიდე და ვიგრძნო რომ overdressed ანუ ზეგაბრანჭული ვარ, ჩემთვის ბევრად უფრო უხერხული იქნება ვიდრე პირიქით. ხო, მაგრამ ეგ არ არის კაი მაგალითი, იმიტომ რომ მეგობრების შინაურების წრეში რო ხარ, ქვედაზღვარი არ არის რა, ეხლა მეგობართან სახში რომ ხარ სპორტულითაც შეგიძლია, სპორტული შავრით წახვედი. ხო, სახში წასვლაზე არ მაქვს ლაპარაკი. აი სადღაც იხდის დაბადების დღეს, სადღაც იხდის ქორწილს და წახვედი იქ. უბრალოდ არიან შენი ნაცნობები და მეგობრები. ხო, ანუ მე გერას გეუბნები, იცი თავშეყრის მიზეზს გააჩნია თქო რა. ხო, აი არ ვიცი, ყველა ვარიანტში მე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა პირიქით ვარ რა. იმიტომ რომ ასერჩევთ რომ კონდეს ქვედასაეჭო. კი, აუცილებლად. იმიტომ რომ რაღაცა რომ კომპლექსია ეგ რა. უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ზედმეტად ჩანს, რომ ზედმეტად მოვინდომე. ანუ ხვდები? ხო. აი რაღაცისთვის რა ხო, აი რაღაცა ის არის. კომპლექსია ეგ რა. ხო, მაგრამ აი როგორ მაგალითები უნდა შეადარო, იცი? ზეგაბრანჭულს აი მაგალითად underdressed რა იქნებოდა მაგ სიტუაციაში? აი დაბადების დღეს იხდის. ხო. underdressed როგორ იგრძნობდი თავს რომ underdressed ხარ? აი რა უნდა გეცვას? რაღაცა ბოტასი შარვალი, ჯინსი. ხო და ანუ ბოტასი ჯინსი ანუ შეიძლება მეც ახ ბოტასი და ჯინსი მეცვა, მაგრამ ისეთი კედი არის რაღაცა კლასიკური, ცოტა ისეთი როგორ გითხრა, კლასიკური ფორმით რაღაცა ძალიან რო არ ყვირის ერთი ფერის და ჯინსიც სადა. ეგეც ბოტასი და ჯინსია და არის
რაღაცა მაღალყელიანი ჭრელი Nike-ის ბოტასი გეცვას და დახეული ჯინსი. ანუ აი ეგეთ რესტორანში მეგობარი რაღაცა ისეთ კარგ რესტორანში იხდის დაბადების დღეს, ბევრი ხალხს პატიჟებს. მან შენ რას ჩათვლიდი რომ underdressed ხარ? მიხვდი? ზუსტი შედარება გავაკეთოთ რა. საღამოს კაბით მიხვიდოდი თუ ანუ ორი ვარიანტი აქვს გასაჩვენებლად. ან საღამოს კაბით უნდა მიხვიდე და ძალიან სალონიდან გამოსული ახალი თმებით და იმითი რა ქვია, რაც კი რამე ყველაზე ძვირიანი გაქვს რო გიკეთიაზეთ თუ და ძალიან მაღალი ქუსლები. თუ მაგის საპირისპირო რა არის შენთვის? მაგის საპირისპირო ხა არის? არა, მაგის საპირისპირო არის ყოველდღიურობაში ყველაზე უბრალო რაც გაცვია, ხო ეგ არის? ხო? ხო და აი არ არის ეგ. აი არის შორტებით მისვლა არის რა. შორტები ისედაც არ მაცვია და რატო არის შორტებით მისვლა? ეს ხო ჩემი სუბიექტორია. ხო, ანუ მე უნდა განსაზღვრო იმითი აი ყოველდღიურობაში რა მაცვია და მე რაღაცა ძალიან სპორტული სავარჯიშო ტანსაცმით რაღაცით მაღაზიაშიც არ ჩავდივარ. ხვდები? ხო. ხო და ჩემი ყველაზე მაქსიმალური დაბალი ისა შეფასება გაპრანჭვის არის რომ ჩავიცვა ბოტასი, ჩავიცვა რაღაცა ფარტხუნა შარვალი სიტყვაზე, რომელიმე რაღაცა ჯიბეებიანი არ ვიცი, ყველაზე კომფორტული რაც არის და მაისური, ან ჰუდი. ხო, მოკლედ მაღაზიის მანზე რომ მიხვიდე რა. ხო, ეს არის ჩემთვის, ანუ მაღაზიაში რაღაცა დახეული ფარტხუნა ჯინსი, ბოტასი მაისური, ან ჰუდი ჯინსი მაისური, ისა ბოტასი. და დანარჩენი ხალხი ვინც არის, ის საზოგადოება, ანუ ესე ჩაცმულია ცოტა ლამაზად. ცოტა ლამაზად, ხო. რაღაცა მოწესრიგებულად, კარგად აცვიათ. მარტო შენ ხარ სპორტული შარვლით, ფარტხუნა, რაღაცა ძველი ბოტასით, ძველი მაისურით. ხო. ეგრე მირჩევნია. ეგრე გირჩევნია, ვიდრე საღამოს კაბით იყო. რატო? ხო და კომპლექსია რა, მე მაგას ვაწერ, რომ კომპლექსი არის იმისი, რომ რაღაცა ზედმეტად მოინდომე იმისთვის, რისთვისაც არ იყო საჭირო და დასაცინი გახდე ვიღაცის თვალში რა. და არ მოინდომე არის ის, რომ რაღაცა არა, უპატივცემლობა რატო არ არის? ბოდიში და ეს რა დაუბანელი ხო არ მითი ხარ? ანუ უბრალოდ ხო, მაღაზიის ვიდი, მაგაში გულისხმობა, რომ არც თმის მოწესრიგებაზე იფიქრები და არც იმაზე რომ ცუდად შეიძლება გაამართლო რაღაცით რა, რომ ან დრო არ ქონდა, ან დაღლილია, ან ცუდად არის, ან რაღაცა, ან არ არის კომფორტ. მოკლედ რა, რაღაცებით შეიძლება გამართლება და იმას ჩემი აზრით არ გამართლება რა, რომ მიდიხარ და უმრავლესობა უბრალოდ მოწესრიგებულად და ლამაზად არის კოხტად ჩაცმული და შენ თმები სალონში გაიკეთე და მაკიაჟი იმაში გაიკეთე სალონში და ის რა ქვია, წითელი ხალიჩის ის კაბა ჩაიცვი და თქვათ მეგობრები იკრიბებიან სახლში. ხო. ან რაღაცასთან, ან აგარაკზე, ან სახლში და ისეთია რა, ცოტა ძალიან შინაურული კი არა, ოდნავ შინაურული წრის მერე რო კიდე ერთი წრე ეგეთ შეგრება არის რა. მანდ მიხვიდე კაბით და ქუსლებით, თუ სპორტულ შარვლით და ჩუსტებით. სადაც შეიძლება რაღაცა ერთი-ორი უცნობი მეგობარიც იყოს, მაგრამ ძალიან შინაური წრი არა და მანდ მიხვიდე სპორტულ შარვლით, ჩუსტებით და ძველი მაისურით. და კაი, ეხლა რომ მაინტერესებს, იცი რომ მივალ? ხო, ჩუსტებით მიხვალ. რომ მივალ. იქ როგორ არის ჩაცმული ხალხი? ნუ აი თქვათ სახლის მანზე არა, მაგრამ ნუ შეიძლება ჯინსებით და ბოტასებით. არა, იქ ჩვეულებრივ როგორც ჩემი მეგობრები იკრიბებიან ხოლმე რა, როგორც ასე. მაშინ ჩუსტებით მირჩევნია. ჩუსტებით მირჩევნია, ხო. ხო, აი ჩემთვის ძალიან, აი არ ვიცი, ქორწილშიც რომ მივდივარ ხოლმე, მაშინაც კი, აი მეტი რა შეიძლება მაღაზე უფრო გასაპრანჭი ადგილი იყოს, ხო? აი სად დავდივართ, მართლა მაშინ ხო არ გვიწევს ოსკარებზე ხო არ მივდივართ და წითელ ხალიჩაზე ხო არ გვიწევს სიარული ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს, ანუ მაქსიმუმი წახვიდე ქორწილში. სადაც შეიძლება მაქსიმალურად გაიბრანჭო რა, იმაზე ზევით რა არის, ხო? შეგიძლია მაქსიმალურად ლამაზი კაბა ჩაიცვა, მაღალი ქუსლები, მაკიაჟი, იქაც კი სულ კომპლექსი მაქვს, რომ რაღაცა ზედმეტად რაღაცნაირი პომპეზური კაბა არ ჩავიცვა რა. ეხლა მე მაგალითად სცენაზე ვდგავარ და ვიდექი, ხო? და ხო, სცენაც ისეთი რაღაცა არის. ხა მაგაზე მეტი რა უნდა იყოს, ხო, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ოპერაში, რაღაცა რო გამოდიხარ, ამდენი ხალხი გიყურებს, ყურადღება შენზე არის,
რაღაცა სოლო კონცერტის მქონე, აი იქაც ვცდილობდი რაღაც მაქსიმალურად ისეთი ყოფილიყო რა, ლამაზი. მაგრამ არა ზედმეტად ჭყვიალა, არა ზედმეტად ჭყვიალა შეიძლება გემოვნება არ იგულისხმება. არა, ხო, გემოვნება არ იგულისხმება. გემოვნებით, მაგრამ აქ იგულისხმება, აი თვალში საცემი რო არის რა, რაღაცა აი რა ქვია მაგას არც ვიცი რა, ხო, აი პომპეზურად ჩაცმა არ მსიამოვნებს, არ მომწონს რა. ანუ მირჩევნია ყოველთვის ცოტა ის იყოს ცოტა ნაკლებად ვიყო, ვიდრე ზედმეტად რა. ხო. ხო, და მაგ შუალედის დაცვა აი რამდენად. ანუ ნაკლებად იყო, რომ ხახმა იფიქროს, რომ ეს შენთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომ ძალიან ჩაგეცვა, ვიდრე ხახმა იფიქროს, რომ ეს ასეთ კარგად გიას არასდროს არ ყოფილა და ყველაზე გამაჩაიცვა. არა, მაგიტო არა, რომ ეგ იფიქროს ხახმა, რომ ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. უბრალოდ ის არ მინდა იფიქროს, რომ აი ეს უნახავი ვინ არის რა. თორე არც ის არ მინდა იფიქროს, რომ და ისე ვიცვამ, რომ მაგას არ იფიქრებს, რომ ეს ხა სადგონია თავი და რაღაცა. ხო, მაგრამ ეგ იმიტომ ხო არის, ზოგადადაც არ გიყვარს ეგრე ჩაცმა. ანუ კომფორტი გირჩევნია და მაგიტო. ზოგადადაც მირჩევნია კომფორტი კი. ეხლა თუნდაც ყოველდღიურობაშიც თუ რამე ისე მაცვია რაღაცა გაპრანჭულად, კაბას თუ ჩავიცვამ და რაღაცას, აი მაინც სპორტული დეტალები არის, ან ზევიდან ხუდს ვიცვამ, ან რაღაცა ბოტასებს ვიცვამ და არა მაღალ ქუსლებს და რაღაცა, მაგრამ ეგ არ შუაში არ არის. მაინც უფრო კომპლექსი არის იმისი, რომ ვიღაცამ არ იფიქროს, რომ აი ეს უნახავი ვინ არის და რა. უნახავ, მაგრამ ანახავ. ხო რა, ეგრე მირჩევნია. იმიტომ რომ მე თვითონ ეგრე ვფიქრობ. მე თვითონ შავა რაღაცნაირი ბოროტი. ანტისნობი თუ რო ქვია მაგას. პირიქით არის, სნობობა უფრო არის ალბათ. გაიპრანჭა, უნდოდა და გაიპრანჭა, რა ვიცი, ჩემი გეკითხება. მაგრამ აი ეს ისა მაქვს, რომ აი ხა იმას. თუნდოდა აი ხა ესა და ჩაიცოდა რაღაც. რეგეც კომპლექსია. მაგრამ აი under dress როცა ხარ? ხო. გაუბრანჭავი. უხერხულობა არ გაქვს, რომ ხალხმა უპატივცემულობაში არ ჩაგითვალოს? არა. ყველა სხვა რა უხსნია, ხა იცი დრო არ მქონდა და აი რაღაცა ის მოხდა და აი ესევა. ხო და არ ვარ. უხერხულობაში მაგ ანუ უპატივცემულობაც ხო ტეხავს? კი, ტეხავს, მაგრამ მე არ ვარ უხერხულად. არ ვიცი, ალბათ იმდენად დიდია ეს კომპლექსი. ხო. მითხარი ანუ გირჩევნია, ესე გამოვიდა. ეს ტესტი რო შევავსეთ. ეხლა გონებ ფსიქოლოგთან ვზივარ. ანუ რა გამოვიდა, რომ აჩ ორი ვარიანტია რა, ერთ თუ ის იქნები ზეგაპრანჭული ხალხი ჩათვლის, რომ რა უნახავია? ხო. ეს ზოგადი იმითი. და თუ ქვეგაპრანჭული ხარ, ხალხი ჩათვლის, რომ უპატივცემულოდ მოიქეცი ცოტათი. შენ გირჩევნია, რომ ხალხმა ჩათვალოს უპატივცემულოდ მოიქეცი? ხო. და თვითონ იგზნონ თავი ცუდად, რომ ეს პატივს არ გცემს. ვიდრე შენ იგზნო თავი ცუდად და იმათ მოიფიქრონ. კი, ეგრე მირჩევნია. ხო, ანუ შენი ზეგაპრანჭულობით არავის არაფერი არ დააკლდება. და ქვეგაპრანჭულობით დააკლდება, ანუ ცოტა პონტში იმაშვებით და ურევ რა. გეგე. ხო, მაგრამ ის მე ჩემზე იმოქმედებს, შეიძლება ორი თვე ვიფიქრო მაგაზე, რომ აი რა დებილურად წავედი, გადატყლარჭული თუ რაღაც. ხო, და ანუ ესე იგი შენ გირჩევნია, ესე შენ იგზნო თავი კარგად ვიდრე საზოგადოება. აი ხა ეგ რო გითხრა, რომ არა, ოღონდ იქ უცხო ხალხმა კარგად იგზნოს თავი და მე სხვებზე წავოდქო დამიჯერებ? მაგრამ კარგი იქნებოდა. არა, ხო, არა ვარ ეგეთი კეთილშობილი რა ვქნა. ხო, არჩევანი რომ მიდგეს, გირჩევნია უპატივცემულობა. რატომ აკნინებ ხა ეს? არა, ანუ არჩევანი რეალურად ეგ არის რა. მეც მაგას ავირჩევდია, კი არ გაკნინებ ხა, სადმე გინახია რომ ზეგაპრანჭული წავსულო არა? არა. ანუ ეგეთ ტანსაცმელიც არ მაქვს. ანუ არ ვწყიდულობ ეგეთ ტანსაცმელს. ხო, სხვათა შორის ერთი პიჯაკი მაქვს. ქორწილისთვის გაყიდინე ძალით ეს პიჯაკი. ხო. და ყველა ქორწილში ეგ მაცვია და. და შარვალი, ნაჭრე შარვალი არ მაქვს. და შენს მეგობრებსაც შენი პიჯაკი აცვია თქოს. ყოფილა ეგეთიც და. ანუ ეს არის მაქსიმუმი ნაჭრე შარვალი რაც მაქვს. ანტიოშავრებს აფხიზს. არა, ეგ არის ნაცრისფერი გაკეთდი კიდე. ქორწილშიც გეცვა. ხო, მაგრამ ისიც რაღაც ნახევრად სპორტულად თუ რაღაცა არის. ანუ არის კლასიკური შარვალი ისიც რა. ხო. ხო,
ხო, ანუ მეც მაგას ვირჩევნია, ანუ მე ყოველთვის ცოტა underdressed ვარ რა. მეც ყოველთვის ეგრევა. ეგრე გამოგვივიდა. კი. ყოველთვის ეგრე არის ხა. აი ქორწილში მაგალითად რა ამასიათ ქორწილში მეცვა კელვინ კლაინის სპორტული ანუ სპორტული არ არის, მაგრამ ნაჭერი და რაღაცა ხა კელვინ კლაინი არ უშვებს ისეთ რაღაც გამოსასვლელ კაბებს, ხო? აი რომ კელვინ კლაინი მაგიტო დავასახელე, იმიტომ არა რაღაცა მაგარი ბრენდია რაღაცა, იმიტომ რომ ძირითადად სპორტული ხაზი აქვს რა. და მომენტ აი მაგ კაბის ჩაცმა ჩვეულებრივად კედებზე ბოტასებზე შეიძლება რა. ეგეთი კაბა მეცვა. დანარჩენიც ახლა რაც მაქვს კაბებიც ისეთია რომ ყოველდღიურობაშიც ჩაიცვამ რა. კარგი. ხო და შენს ესე იგი ის გირჩევნია ქვეგაბრანჯულობა. ეს არ მომწონს ეს სახელი რაღაცა სხვა მოვფიქროთ. კაი, ასარჩევად რო იყოს. ხო. უტრიებული მაგალითები. ხო. ქვედაზღვარი რა არის, რომელიც მე სიტყვი რომ არა, აი ამას ისევ ზეგაბრანჯულობა ჯობია. ოპერაში ჩუსტებით წახვიდოდე? აუ რა. ქვედაზღვარი არის? თუ არ გამგვაგდეს იქიდან. ხო და უყურე, ეხა ისეთი დრო მოვიდა, რომ ჩუსტიც აი ისეთი სახლის ჩუსტით. ხო და ეგრე ისიც ბირკენსტოკი ხويا ხო? ბირკენსტოკებიც ჩუსტია იდეაში რა, მაგრამ ხალხი რა ვიცი და ქუჩაში დადის მაგითი და სამსახურში და სახლის ჩუსტებით რატო შემიცვალე პირობა? სახლის ჩუსტებით რო იყო თუ ისეთ ძალიან ზეგაბრანჯული. ახლა ეს თითის გასაყრელი ჩუსტები რა. ჩოულებრივი როგორ გითხრა არ ვიცი, სახლის ჩუსტი, სპორტული, ნაიკის ჩუსტი. ესე იგი ოპერაში რო ვიყო ჩუსტებით თუ ზეგაბრანჯული? ალბათ ზეგაბრანჯული მაშინ. რესტორანში? რესტორანში? ხო, რესტორანში. ეს ალბათ ზეგაბრანჯული მაინც. ზეგაბრანჯული. ისე რომ თქვენ რომ რატო გაიგიჟე თავი? ხო, მაინც ჯობია ალბათ. ანუ არა, ალბათ ჩუსტები. რესტორანში ესე ჩუსტებით მეხვიდოდი, ეგ ორი ოპცია რო ქონდეს მარტო. მართლა? კი. არა, ეგ ნამეტანია. ბიჭო რა არის, ძალიან გაბრანჯული რომ მიდიხარ. აი ხალხი ფიქრობს მაგას რომ ეხა ამას ტვინი აქ თავში არის, მაგრამ არავინ რაღაცას მაინც მოიტყვები რომ აქედან მე მივდივარ რაღაცა მიღებაზე ვიყავი და იქიდან მოვიდი. აი სად მიდიხარ? აი აქედან ვიყავი რაღაცა ისეთ მიღებაზე რომ აი ის იყო ჩამოსული იყო. ნუ რო აი რა. ხო და მაგას ვიყურე ეგრე გადაბრანჯული რო ხარ? მაგას ფიქრობენ, მაგრამ არ გეუბნებიან რომ რა გიჟი ხარ რა იყო ეს. მაგრამ ჩუსტებით რომ მიხვალ გეტყვიან რომ რა ჩუსტებით რატომ მოხვედი რესტორანში და რაღაცას მოიფიქრე ფიტყვი რა. რა უნდა მოიფიქრო? აი ჩუსტებით რომ მიხვედი რესტორანში თავის ვერ გაიმართლებ რა უნდა. ნიძლავი გაგზადებული. რა რესტორანში წავა. გამბრანჯულობაზე ზეთყვი შენთან ყველასე ხალხი ერთ ამის ნიძლავი წავაგერო ეს კაბა უნდა მეცვას და ფეის არ ფიქროთ. ზო ერთხელ იტყვი მაგას და მორჩა. ხო რა აი ეგ ხა მაგიტო არ უნდა მოიყვანო ეგეთი გიჟური მაგალითები რა. ეგრე ყველაფერს შეიძლება ეგეთი მაგალითების განხილვა არის საინტერესო თორე აბა ესე ჯინსი გეცვას კაი თუ კაბა გასაგებია. არა, ნუ რაღაცა არის რომ ის იქნება რა, ახლა ძალიან პოტენციალობა არ უნდა გამოიჩინო რა, ისევ ჯობია, ბოლო შენ თავი ჩაიგდო ხეხ მდგომარეობაში ხა. კაი შეიძლება ოდნავ იყო და რაღაცა გაიფიქროს ორმა, მაგრამ ახლა მართლა რაღაცა დაბადების დღეს დაგვატის რესტორანში და ჩუსტები და შორტებით მიადგილი. ხო და იმას რა კლდება მაგეთი სიტყვაზე შენ თუ კროქსები და ჩუსტები. არის ახლა რა, ანუ ეგ ნიშნავს ყველა პონჩა თავს მათ ვერ იმართლებ. ცხარი ხო მოვიდა ჩვენს ხელის მოწერაზე ჩუსტები. კროქსებით. ხო, კროქსები, იგივე ჩუსტებია ჩემთვის. საკუთრებული სიტუაცია იყო და ჩვენც ესე ვიყავით და თითქმის. მაგრამ ანუ ისევე ხედავ ანუ მიხვიდე და აგინო იგივე არის და რატო ეხა? არა, ნუ აი ვერაფერ ვერ გაიმართლებ თავს რა, შეგებო სახში და ნახევარსაათი გერ მოსული იყავი და მოგეცვა ფეხზე რაღაცა ჩუსტებით ასე და რას მოხვედი. ის ხო დადიოდა. შლოპანცებით. ჩუსტებით, რა ქვია? ცუკერბერგი. ჩუსტებით სადადიოდა. კი. სად? რავი, დადიოდა. გრემის დაჯილდოებაზე იყო ჩუსტებით თუ სადადიოდა? აუ არ მახსოვს სად, მაგრამ დადიოდა ჩუსტებით. ფილმშიც არის ეგ დაჟე. და კაია მე ცუკერბერგი დადიოდა ეგრე. ცუკერბერგი ადამიანია თუ რა მაგაზე ვერ ჩამოყალიბდა არ ვარ დარწმუნებული და. არა, მე ვერ ხვდები უბრალოდ ახლა მე რო სიტყვაზე დაბადების დღეს ვიხდიდე.
ან თუნდაც ქორწილს ვიხდიდა და აი ვიღაცა ფლატუნდა იმითი რა ქვია ჩუსტებით აი მე რა შუაში ვარ ახლა ჩემი რა დავდგები სურათებს გადავიღებ პირიქით რომ მე საქორწილო კაბა მეცვემევა და ამას ის არა ქვია პიჟამა და ჩუსტები რომ სასაცილო არის პირიქით რა იღადავებ მაგაზე და აი ზედმეტად გაპრანჭული რომ მოდის ვიღაცა აი ვერც იღადავებ ვერც ნუ თუ იღადავებ თუ ისეთი ახლობელია რომ ჩუსტებზე შეგიძლია იღადავო და ისე რომ სურათი გადაიღო მაგაზეც გაიღადავებ ჩუსტებზე ახლობელსაც იღადავები და ვიღაცასაც იღადავები ხორცეში ჩუსტებით მოდის ეს არის რა რაღაცა ხო და აი რატომ მოსულა რა ესე ჩუსტებზე იღადავო და ძალიან გაპრანჭულკაბაზე არა არ ვიცი რაღაცა მე თვით ირონია რა ქვია მაგას თვით ჩემი თავის და დაცინვა შემიძლია იმ შემთხვევაში რა თუ ძალიან ზედმეტად ისე ვარ ჩუსტებით ვარ რა და აი ძალიან გაპრანჭული რო ვარ აი ვიქრინჭები რა კაი შეიძლება რაღაცა ტრაუმის ბრალი არის აი ყოფილა რა ბავშვობაში რაღაცა 1-2 ჯერ ეგეთი შემთხვევა რომ ძალიან მოვინდომე გავიპრანჭე დაბადების დღეზე თუ სადღაც წავედი არ ვიცი და იქ ყველა სპორტულებით და ჯინსებით და რაღაცებით იყო და მე რაღაცა ცოტა ბრყვილა რაღაცით ვიყავი და აი ძალიან არ მომეწონა რა ერთხელ იყო კიდე ეგეთი შემთხვევა გერმანიაში მქონდა კონცერტი და რეპეტიცია მქონდა პირველი ამ ორკესტრთან ორკესტრთანაც უნდა მეკრა გერმანელების ორკესტრი იყო და ერთ სასტუმროში ვიყავით და ამ სასტუმროშივე მოკლედ სასახლე იყო გადაკეთებული ესეთი ღონისძიებებისთვის და იმ სასახლეშივე იყო ეს საცხოვრებელიც დარბაზიც რესტორანიც სასადილოც და ყველაფერი მოკლედ რა ეს გადაკეთებული იყო ესეთი ივენთებისთვის ხო და იქ ვიყავით და პირველ რეპეტიციაზე ჩავიცვი ისინი რა ქვია ნუ რეპეტიცია იყო და რაღაც კლასიკური მუსიკა და რაღაცა და პირველად უკრავ უცხოელების ორკესტრთან ერთად და გადავწყვიტე რომ გავბრანჭულიყავი და დილას იყო რეპეტიცია დიდი კი არაფერი ანუ ჯინსი მეცვა რაღაცა ზედა მეცვა და ფეხზე ჩავიცვი მაღლები ოღონდ აი ესეთი რა მას რო ეძახიან ტანგეტკას რო ეძახიან ეგეთი და რომ მივედი რეპეტიციაზე ეს გერმანელები იყვნენ ჩუსტებით ანუ მართლა ჩუსტებით იყვნენ ეს თითის გასაყრელი ტყაპუნა ჩუსტები რო არის მასე იყვნენ და მე ვიყავი ესე გადაბრანჯული აი იქაც ძალიან დავიქრინჯე და ძალიან შემწუხა იმათ კი რეაქცია არ ქონიათ ახლა საერთოდ ფეხებზე ეკიდათ რა მეცვა მე მაგრამ აი მე ძალიან შევწუხდი რა რაღაცა 1-2 შემთხვევა მახსოვს რა ეგეთი და შეიძლება აი ეგ მაგ ჩარჩენილი იმიტომ რომ ეგ იყო რავი რამდენი წლის წინ იყო ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ესე რომ მახსოვს ესე იგი ეგეთი რაღაცების ბრალია და ხო მირჩევნია ეხა ეგრე ჩუსტებით მივტანტალდე სადღაც ვიდრე ესე ვიყო რაღაცნაირად ძალიან ზედმეტად გაბრანჭული კარგი გავარკვევთ რამდენი ხანია ამაზე ვლაპარაკობთ ხო კაი სხვა ამბები ტრამპს ესროლეს გუშინ მაგრამ გადარჩა როგორც ყოველთვის სხვა ამბები შემდეგი ამბავი არ გატვიტა რამე თავისი თავი არ დადო რაღაცა იმის ტერმინატორის თვითონ ტრამპისთვის არ უსვრიათ იქ დაცვას ესროლა იმან თუ თავდასხმავა წესიათურის გავარკვია ამიზარად წაკითხვა დეტალების მაგრამ ანუ ტრამპს კი არ დაუმიზნადა ესროლა იქ ატეხას როლა რა ვერ მიაღწია ტრამპამდე რო ესროლა მალევე გააუნებელყვეს მაგრამ საერთოდ ეგ უნდოდა და როგორ შეაღწია საერთოდ იქამდე ხო და ვერ შეაღწია რა რაღაცა დონემდე მივიდა დაცვის ზღურის და ანუ ტრამპს ვერ ხედავდა ანუ სადღაც ისე იყო რა რომ აი დაცვასთან მოვიდა უკვე ხიბიში ხო ეხა გამახსენდა ეგეთი რაღაცა ერთხელ უკრავდი იმას რაღაცა ივენთი იყო და ჩემ მეგობარმა მთხოვა რომ დამიკარიო რაღაცა ერთი რაღაცა უნდა ემღერა და მე აკომპანიმენტი უნდა გამეწია თუ რა ქვია მაგასა მოკლედ კონცერტმაისტერი უნდა ყოფილიყავი და ერთი სიმღერა იყო და ძალიან კარგად იხდიდნენ რა და არაფერი ისეთი არ იყო თან ორ დღეში გავაკეთეთ რაღაცა და უბრალოდ არ მიკითხავს რა ივენთი იყო ხშირად შვები ეგეთ რაღაცებს რატომ რაღაც არ არის კაი საქციელი რომ არ ვარკვევ ბოლომდე რა ღონისძიება არის ხოლმე რა არ ვიცი რატომ აქ ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება მაგის მიმართ შეიძლება იმიტომ რომ მიყვარს დაკვრა რა და ოღონდ რაღაცა იყოს და მინდა რომ ყველგან მაქსიმალურად დაუკრა და ადგილზე რომ მივედით შატო მუხრანში იყო
ეს ღონისძიება, ადგილზე რომ მივედით, მაშინ გავიგერო თურმე ალიევთან რაღაცა შეხვედრა იყო და იქ უნდა დამეკრა. და რო შევდიოდით, ესეც იმიტომ ვიკითხე, რომ ძალიან ისეთი ის იყო, ჩხრეკა იყო ინტენსიური და მეთქი რა ხდება რა, ჩხრეკა რატო არის 1000 რაღაცა ივენტზე დამეკრავს და ჩანთ არ გაუქექიათ არავს დროს ჩემი და ჯიბეები. ხო და ალიევთან არის უკაცო შეხვედრაო და იმიქ უკრავთო. ხო და მოვიდა ჩემი ჯერი. ძველი ამბავია. ძველი ამბავია. ეხლა იყო ჩამოსული. არა, ძველი ამბავია. და ესაა რა ქვია, მკითხა ამ დაცვის თანამშრომელმა, რომ რამეო ისეთი ხო არ გიდევსო. და მეთქი 1-2 ყუმბარა მიდევს თქო უთხარი ეს დებილურად რა. გაიცინეს და შემიშვეს პირდაპირ, აღარ გაუჩხრეკი ვარ ისე. ხო და მართლა რომ დებოდა. შეიძლება. სად მიდიოდნენ მერე? ხო, ეგ რაღაცები ხდება საზღვარგარეთ. შესად მიდიოდი მერე თორე ისინი. მე სად მივდიოდი რატო რა? ეგრე არ შვებიან? იჯერენ მერე იმათ, ან იქვე იმაშვებიან, კლავენ, ან მერე. ეგ ხო იციან, როცა მაგაზე მიდიან. ეგ გათვლილი ხო არა, რომ იქ ესე არა, ხო, თვითკოვებაზე მიდიან, აქტიურად. ხო, ისვრიან და მერე გამოიქცევიან. ეგ იცი შენ გააზრებული. საქართველოს ხომ ბუშტროს როლს ლიმოგა არაფეთქ. აქ ჩანს? რა? და ჩვენ ინტერესასრუტი დავიბრუნეთ. გააკეთეს. ხო. გადაუპე. კი. დაგვიბრუნდა ხალხი კითხულობდა როგორ არისო. წერდნენ. ჩვენი რობოტი ინტერესასრუტი. აღმოჩნდა რომ ონკანში ხო ისეთ წყალი მოდის რომ ის მოყვება მთელი საქართველოს ბუნება. ხო და ეს ნალექები დარჩა იმაში რა ქვია. და გასაწმენდი იყო. ხო და აწიო მონადუღარი წყალი გამოიყენეთო. ხო. ხო და თურმე არ ყოფილა ბეწვების ბრალი. რო გითხრეს რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა მოიტანოთო რახან გადაყავთო, სულაც არ არის ეგრე. იმიტომ რომ აგერ 2 წელი ხდება რაც ხო ყავს გვადალუპე და ესე იგი ბეწვის პრობლემა არ ყოფილა და ასე რომ 2 წელი თუ ბეწვის პრობლემას არის 2 წელი გავიდა და ბეწვის პრობლემა არ აქვს, ესე იგი 6 თვეში ერთხელ რატომ უნდა იმ ბეწვის წმენდა. ვერ გავარკვიეთ მოგეთ მიზეზზე. მოგეთ თუ კარგად უვლით, არ მგონია რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ ცენტრში მიყვანა გჭირდებოდეს გასაწმენდა. ხო და სახლში ყველაფერზე ხმარობთ უკეთეს წყალს ვიდრე ჩვენზე. ხო. სწორად თქვი, ანუ. კი. პირდაპირ ონკანი დავსვათ ჩვენ და დანარჩენი ალფისთვის წყალს ვყიდულობთ, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაც თირკმლებზე რაც დაემართება. ხო. რობოტ ესასუჩი არ შეასხათ ონკანის წყალი, ანუ წამოადუღეთ რაღაცა და ჩვენზე ცხოვრ ვიზრუნოთ ჩვენ თავზე. ხო და მე რამდენი ხანია მაგას ვამბობ და არაო იძახი და რა ვიცი. არაო არ ვიძახი, მაგრამ მე ვამბობ გამოსავალი რა ვქნათ თქო. ეხლა მაღაზიაც კიდევ წყალი იყიდო მაღაზიაში. დატომაც არა. აი ჩემი ძმა მაგალითად მაღაზიის წყალს ვსვამს. ზედმეტად დააწვება ბიუჯეტს მივალთ მაგამდეც და პლუს წარმოიდგინე რამდენი თან ახლა ულიფტო იმაში რამდენი წყალი ათრიე ხა ყოველთვის ჩვენ ვსვამთ ეს წყალი სულ ათრიო მაღაზიიდან. ხო. კიდე. ჯერ მარტო ვარჯიშის დროს ამდეს ვსვამთ ხო. ხო, არა არის კომფორტული, მაგრამ წყლის ფილტრი რა. ხო. რამე კაი ფილტრი უნდა ვიყიდოთ და ონკანის წყალი გავფილტროთ. ხო, იმიტომ რომ ეს არის, ისაც ონკანს რო წმინდავთ ხოლმე, რა ხდება ხოლმე შიგნით ის პატარა ფილტრი. ეს პატარა ფილტრი უყენია ონკანს და იმაში აღარ მოდის ხოლმე წყალი, მე ისინი ნაგვით ივსება და. მე კი დამცინიან ხოლმე ხოთა შორის, რომ ვაჟღერებ სადღაც რომ ბაკურიანის წყალზე ყავს ისა. ალფი, მაგრამ ეს ბაკურიანი სიტყვაზე ვთქვი, ანუ ბოთლის წყალი რაც იყიდება, რაც მომხდება ხოლმე ხელში, იმას ვიღებ რა და რა ვიცი, ესეთი რეკომენდაცია იყო, რომ ან ფილტრიანი ფანტანები რო არის. ფანტანი? ქართულად რა ქვია? შადრევანი. შადრევანი არ უხდება. აღარ რაღაცა ეს მოზარწკარებს ბოტოლა. და ისა კატი შადრევანი. შადრევანი. ხო, კატის ისინი რო არის. მოკეთ ის ფილტრავს, ან ეგ უნდა იყიდოთო. ან ბოთლის წყალიო რა და რაღაცა ვერ მივედით მაგამდე რომ ეგ ვიყიდოთ. შადრევანი რატომღაც ჯერ ვარჩიეთ რომ ბოთლის წყალი გამოვიყენოთ და დამცინია ხოლმე ამაზე რომ რა თუნდა და რაღაცეები და რა ვიცი თუ ხელს შეუწყობს ამის ჯანმრთელობას და ხო თან ახლა ის რამდენი ერთი პატარა ნახევარლიტრიანი ბოთლი ყოფნის რამდენიმე დღე ანუ ბევრი არ მიაქვს, ბევრი ხარჯი არ არის და
ხო, გაჩნია რა, ეს თუ ცხელა ხომე ბერს სვამს. ჩვენ ახალ ექსპერიმენტში ახლა კიდე წყლის ყიდვის დამატება. ხო, ისა გვაქვს ჩელენჯი გვაქვს ამ თვეში რა, ესეთი რაღაცა გადავწყვიტეთ. უბრალოდ მე გადავწყვიტე და გიორგის იძულებულია რომ მოუყევი გადაწყვეტილებაში. ხო, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღურად არ გვაქვს უფლება 20 ლარზე მეტის დახარჯვის. პროდუქტებზე. ყველაფერი შედის. ანუ ჯერ საკვები პროდუქტები. ხო და თქვა მოიცა. ჯერ ესე თქვი რომ საკვები პროდუქტი მეთქი, მაგრამ მე შევიყვანე ყველაფერი ამ ანუ ჯერ მარტივით დავიწყე რომ მარტო საკვები პროდუქტებით გაგვეკეთებინა, მაგრამ იმ დღესვე გადავიფიქრე და შევიყვანე ყველაფერი, მოკლედ. ეს იქნება საპონი, ჭურჭლის არეცხი, ხო, არა, მასე ვერ გავკარჩევ. ხელსახოცით რაღაცა და ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს ეს ექსპერიმენტი. ეხა მაქვს, ანუ ერთი კვირა ამას ვაკეთებ. ყველაფრიანად თვეში 600 ლარში ვერ ჩავეტევით. ყველაფრიანად ეხა მსლად ყველაფერი ეხა არ უგულისხმობ. ამაში არ შედის ბენზინი. და არ შედის ისა ტანსაცმელი. ალფის რაღაცები. არა, ალფის შედის. შევიყვანე. ხო, სამი სული ანუ. ხო. და ესე გამოვიდა, რომ ჯერჯერობით ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთი დღე გამოგვივიდა გუშინ მარტო, რომ მხოლოდ 20 ლარი დავხარჯეთ. და კიდე ერთი დღე იყო, რომ 27 ლარი დავხარჯეთ. ყველაფერში ერთად და ყველაზე ცუდი. ძირითადად იხარჯება რა კვერცხი, პური. ხო და მე წასასმელი ყველი, გაზიანი. ეგ ვიანგარიშე მე ესე უბრალოდ არ მომიგონია ეს 20 ლარი. ანუ რაღაცები ვიანგარიშე, რასაც თითქმის ყოველ დღე გვჭირდება რა. ეგეთი რაღაცები. და მაგის მიხედვით გამოვიყვანე ეს საშუალო რაღაცა 20 ლარი რა, მაგრამ უბრალოდ ისე მოხდა, რომ მაინც და მაინც ეხა გაგვითავდა ყველაფერი, ისეთი რაღაცები, რაც ყოველდღიურად კი არა, ყოველკვირეულადაც კი არ გჭირდება. ხო და მაგიტო გამოვიდა რაღაცა სულ ზედმეტი რა, თორე წესით უნდა გვეყოს. ეხა გუშინ თუ გამოგვივიდა 20 ლარი. რატო არ შეიძლება სხვა დღეებშიც გამოგვივიდეს? გუშინ ავიყიდეთ. გუშინ ვიყიდეთ, რა მნიშვნელობა აქვს რა ვიყიდეთ. ხო, მაგრამ იმიტომ რომ წინა დღეს მქონდა რაღაცა ნაყიდი რა. ხო, მაგას ვამბობ, ანუ ეხა სიტყვაზე კბილის პასტა და საპონი და ჭურჭლის სარეცხი და სარეცხის საშუალებები ხო ყოველ დღე არ გაქვს საყიდელი. და ისე დაემთხვა, რომ ეგ რო გადავწყვიტე, ყველაფერი გათავებული იყო. და რაღაცა მაშინ მარაგი უნდა შეგვევსო და მე გაგვეგრძელებინა, ეგრეთ ცოტა დებილურად გავაკეთე. ხო, მოკეთ ესეთ ჩელენჯი გვაქვს, ჯერჯერობით გუშინდელი დღე გამოგვივიდა მარტო და ვნახოთ რა გამოვა. ო, არ გვინდა რომ დავხარჯოთ, მაგრამ მაინც ხარჯება. არ გინდა დახარჯო, კაია. ხო, იცი რა, მე რაღაცას არეგულირებ რა, რაღაცებს რო ხვდები რომ ზედმეტია, არაფერში არ გჭირდება. იმას აღარ ყიდულობ. ანუ მაქსიმალურად მაინც ითვალისწინებ. PlayStation-ის თამაშები შედის მაგაში? ხო, ისა მაყურებელს Split Fiction-ი გადავწერეთ და მაყურებელს შევპირდი წინა გადაცემაზე გახსოვს? წიგნი დავიწყე მეთქი და თუ მომეწონება გირჩევთ მეთქი და ვერ მოვიცალე წიგნისთვის, იმიტომ რომ გადავყევი იმას PlayStation-ს. მე პატარა ბავშვი ვით ხო? ხო, ორგაციანი თამაშია ორი. წიგნი რო აქ დასაკითხი ვარ. PlayStation-ს დავიწყე. კოოპ თამაში, ანუ კოოპერატიული, ქართულად არ არის, მაგრამ ანუ ორი ადამიანი თამაშობს ჯოისტიკით, დივნის თამაშობს ესახიან კიდე. Couch co-op, ეგეთი ტერმინია. ხო. ძველი სტილით რო დაждდება ორი ადამიანი დივანზე, სავარძელებში და თამაშობს. ეგეთი თამაში არის Split Fiction. და ძალიან ჩავითრია და ძალიან ექშენი არის და დილის სამამდე თამაშობთ და მე ესე წვევით დაჭყილი თვალებით. ხო, არა, ეგ ძალიან აბურიეთ, ახლა დღეს უნდა ჩავიждეთ რეჟიმში, თორე და კიდე ეგეთი თამაში არის Reanimal. ხო, ეგეთი ჰორორები ვისაც ორგაციანი უჟასი. ცოტა ისეთი მშვიდი და რაღაც არა ექშენი და ისეთი თამაში. ხო, ისეთი უჟასი არ არის, როგორც Resident Evil და Resident Evil. ამბე ყველა იმას ჩაგიждები შემდეგ იმაზე. მეორე თამაში რა იყო? რა თქვი ხარ თამაშიო? Reanimal. როგორ? Reanimal.
ხო და ხო ეგეთი Resident Evil-ით და მეორე არის Silent Hill. Silent Hill. არა, ხო ეგეთი არის. მე ამას ჰორორს არც ვეძახი საერთოდ. ცოტა უფრო ესეთია ფსიქოლოგიური დრამა არის კი ბატონო. და სტილისტიკურად გამორჩეული და. კი და კარგი შინაარსი, კარგია, ცოტა რაღაცები დამაკლდა. მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში კარგი იყო. ხო, მოკლედ თამაშები არ შედის მაგ ბიუჯეტში. არა. ხო და შემდეგი თვიდან მინდა რომ ისიც შევიტანო რა, ტანსაცმელშიც და რაღაცებშიც არ დავხარჯოთ რა. კი ეხა არ ვხარჯავთ ესე, მაგრამ აი ტემუმ ძალიან შემოგვიტია. ეს ვერანდის განახლება რომ დავიწყე და შევყავი და ვეღარ გავჩერდი ამ ტემურზე. ხო და ვერანდასთან შუაში იმ დღეს 3 კაბა გამოვიწერე იმიდან ტემუდან. ხო, მაგრამ 16 ლარიანებით რაღაც. ხო, მაგრამ ის 16 ლარი, ის 5 ლარი, ის 10 ლარი და თლიანობაში კი გამოდის მე 200 ლარი. ტემუდან რაც გამოგიწერია აქამდე. ხო. პირველი დავიწყოთ იმითი. შენ რა ისგინდოდა Stitch-ის ფუმფულას ათამაშო და მე ვერანდის ისე გადასაფარებელი ტენტი მომის დაჭდილავდა, მაგრამ არ გამოდგა. არ გამოდგა. მაგრამ ჯამში აი ალბათ 60-70%-მა გაამართლა რაც გამოვიწერეთ. რატო მეტი? მე ვიტყოდი 90%. რა არ გამოდგა? რაღაცები იყო რა, რაც არ გამოდგა. ეგ ტენტი არ გამოდგა. ტენტი არ გამოდგა ის რაღაცა პაკეტების შესაკვირველი ზიპლოკი თუ რაღაცა. უჩდამალე. ანუ პაკეტს რო გახსნი და ღია რო არ იყოს, მე რო აწებებს რა. ხო. ეგ არ გამოდგა, კი აწებებდა და თანხევდა. ხო. ეგ არ გამოდგა. არ გამოდგა ისინი რო იყო კაბელების დამჭერები ესეთი თითები არის. ხო, ეს ისვლელი. ხო, ეგ ეწებება და 5 წუთში ძრება. ეგ არ გამოდგა. სხვა რა. ხო, ვერანდისთვის იყო ერთ-ერთი რაღაცა, რომ აი ხა ის ლამპიონის აკოთნე თუ რაღაცა რო არის. ხო. ისი არ ანათებს როგორც გვეგონა გაანათებდა და რაღაცა. ხო, მაგრამ იცი რა არის? ეგ გამორთულ მდგომარეობაში თუ გამოიყენებ. ხო, ეგ ხო ის არ არის, რომ აი გაგინათოს. ეგ არის რაღაცა დეკორაცია არის რა, რომელიც ცოტათი ანათებს რა. ხო, მაგრამ ნახოთ აი ხა ტანსაცმელი პირველი მცდელობა იყო, მაისურები და რაღაცები გამოვიწერეთ. და სპორტული ისა რა ქვია, ისეთი თერმული ტანსაცმელი, რომელსაც ხშირად იცვლი და მაგრამ ფუჭდება ეგეთიც ცალოდ თუ გაიხარისხია. ცნობილი ბრენდებში მაგაში ფულის ყრა აღარ აღარ. ხო. გაია, მაგრამ თუ ესეც ნორმალური ხარისხია. როგორც ასე აქვე პატრიონი ვახსენოთ. ჩვენ ვარ დამჯერებ. ხო და როგორც ის კი არ არის რამე კრიზისი, მაგას კი ვლაპარაკობთ, რაღაც კრიზისი გვაქვს და გევწუწუნებთ, ანუ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა იქნება დავაგროვოთ, ანუ მოგეთ იმას ვერ ვახერხებთ, რომ იმ თვის შემოსავალიდან ცოტა დავიტოვოთ, რომ შემდეგ თვის შემოსავალზე გადავიდეს, ანუ მაგას ვერ ვახერხებთ და მაგის მცდელობა არის ახლა. ხო? კი. და კაი, აბა საკში ხება დავიწყეთ მაგის მცდელობა, მაგრამ ფოკუსი არ არის შენზე მე მგონი. ხო და რაც შეეხება კრიზისი არ შუაში არ არის, უბრალოდ რაღაცებს კრიზისიც არის ცოტა, მაგრამ არა, რომ აი რაღაცებს აცნობიერებ რა, რომ ნერვების მომშლელი არის რაღაცებში ფულის ხარჯვა და ყრა რა. ამასთან იყო ახლა არ დავასახელებთ ერთი ობიექტი, საერთოდ გამოვიძახეთ, ანუ ჩვეულებრივ სენდვიჩი რა. ნუ ვცდილობ, რომ ჯანქები და ბურგერები და რაღაცები ნაკლებად ვჭამოთ და კი არა და მთლიანად ამოვიღოთ რაციონიდან და ნამდვილი ხანია ეგეთ რაღაცებს არ ვჭამთ. სენდვიჩი არა? ხო, მაგას ვამბობ, ანუ ჩვეულებრივ სენდვიჩი იყო თქვა. ხო. რომელსაც აქვს რაღაცა საათის ფურცელი, ხორცი, ინდაურის ისიც, პომიდორი და ყველი. და პომიდორი ამოაკლეს, ანუ აღარ არის იმ სენდვიჩში. და რომ მოიტანეს ორი ქვედანაწილი ქონდა, ანუ ქვედანაწილი ხო არის არაფერი არ აქვს და ზევიდან რაღაცები მოყრილი აქვს, ხომ გემრიელი პური არის რა და ის ზედანაწილიც ქვედანაწილი იყო, ანუ ორი ქვედანაწილი ქონდა, ანუ არც მოყრილი ქონდა არაფერი და აი ხო, ნუ ეგ მკეთებას შეეშალა, ეგრე არ არის, მაგრამ ნუ მაგას ამშვენებო, ანუ სერვისის ხარვეზია ეგა და ხო და თვითონ სულ სწორად გაეკეთებინა, მაინც ხო და აი უცებ ნერვები მომეშალა, რომ რაში ყრით ფულს რა, რომ რეალურად გააკეთეს სახში რა უნდა სენდვიჩის გაკეთებას და ვაკეთებთ კიდეც ახლა, პიცა გავაკეთე იმ დღეს და არაფრით არ იყო ნაკლები იმაზე, ჯამთელი პიცა ვგულისხმობ
უზეთოდ და დაბალკალორიული მოკლედ. და ანუ არ არის პრობლემა გისკეთ, მაგრამ უბრალოდ რაღაცა არის, რომ საღამოს დაჯექი და მოდი გამოვიძახოთ ახლა რაღაცა და დებილობას იძახებ. როცა შეგიძლია აიღო ეს 2 პური, გადაუსვა ყველი, საათის ფურცელი დადო, პომიდორი დადო, თან იმდენ რამდენ ჩვენ გინდა და როგორც გინდა, გემრიელად გააკეთო და შეჭამო და არ გადაყარო 50 ლარი მაგაში. მართალია. ხო და მოკლედ გადავწყვეტეთ, რომ ესეთი რაღაცები შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ. ო. რაღაცები კარგად ამ 2 წლის განმავლობაში რაღაცა მავნეჩვევები საკაიფოდ გადავაგდეთ. კი. მაგალითად 1-3 წლის წინ, არა, თაჟი 2 წლის წინ სულს გავყიდდი იმისთვის, რა ქვია, დონატებისთვის. ხო, დონატის აშენება. ეხა აღარ ვჭამ საერთოდ. არასდროს არ ვჭამ. არც ჩითმილის დროს არ ვჭამ და არც არაფრის დროს. კი ბატონო, fast food ფაქტორად ამოღებული მაქვს. ერთი Subway დარჩა, რასაც შეიძლება გამოვიძახოთ ხოლმე. ეგეცა ბოლოსიც გამოვიძახეთ. არც მახსოვს, მაგრამ ნუ აი ჯანკებში ყველაზე ჯანმრთელი ეგ არის. რა კარგია ეგეც რაღაცებს რომ ამბობთ, არავინ არ გვასპონსორებს. სხვათა შორის ერთი კომენტარი წავიკითხე წინა ეპიზოდის მერე, რომ თქვენი რჩევაო კატის მშრალ შამპუნზეო ძალიან გამომადგაო. მე მგონი ეს მეორე იყო, ვისაც გამოადგა. თუ არ ვცდები, თუ მეორე მსავარცხელი. მოკლედ რამშობა აქ დამიწერა, რომ ძალიან გამომადგაო და აი ყველაზე ძალიან მიხარია ხოლმე ეგეთ კომენტარებს რო ვკითხულობ, რომ აი ეს რჩევები გულწრფელი რა, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ის, რომ რაღაცა რეკლამაში ფული გადაგიხადეს და უბრალოდ ესე ბრმად არეკლამებ რა. ის რომ აი მე კონკრეტულად გამოვიყენე, კმაყოფილი ვარ და აი შენც სცადე რა, ყოველთვის მინდოდა რომ რაღაცა ეგეთი კონტენტი მქონოდა. და ყველაზე ძალიან ეგ მიხარია ხოლმე ეგეთ კომენტარებს რო ვკითხულობ, რომ აი შენ რაც მირჩიე, ის გავაკეთე და ძალიან კაი იყო. ანუ სასარგებლო რო ხარ რა, რაღაც დოზით. ხო. კარგია. კაი. ეგეც კარგია. აი მოდი გადავიდეთ თამაშის ნაწილზე. თამაში რა დღეს გადავწყვეტ, მე კვიზი გავაკეთოთ. ხო. ონჯიზე რო არის ხოლმე კვიზები. ეგენი გავაკეთოთ. ძალიან მეყვარს დებილობების. კეთება. პირველი წინადადება ისე თქვი ამოძრავდი და მეორე შორს იყო მიკროფონი და მე მოიწე არაფერთ არ ვარ გაიგე ბოლო 10 წამი. მოიმარჯვე. პლანშეტი მაქვს დაყენებული ესეთ რაღაცებზე რა. ყოველ ჯერზე როცა ხსნი რაღაცა გემრიელობას მიგდებს და გიოს უკვირს რომ ამ ტკბილებს ხوار ვჭამთ და რატომ მაზოხისტობ და ამ დროს მე პირიქით ვსიამოვნებს. აი შემდეგი. აი მაგ თემაზე არის ერთი საინტერესო კვიზი შემხვდა. რა შეხვდა? საინტერესო კვიზი. გამოიცანე ქართული ფილმი სუფრით. აუ არა კაია. სუფრის კადრები არის და უნდა გამოიცნო. მოიცა? და შევეჯიბრებით ერთმანეთს რა. ხო. ტესტის დაწყება დააჯირე? დავაჯირე. პირველი კლასიკით დავიწყოთ ეს ნუ ეს არის დააჯირე? კი. გამწვანე? კი. სიყვარული ყველას უნდა. შემდეგი. სიყვარული ყველას უნდა. მე ვიცი ეს. მეც ვიცი. გამწვანდა? კი. იმერული ესკიზები. კი ბატონო. გამომწვანე? მე ვერა. მარჯვნივ ბავშვს დააკვირდე. ანუ ლაზარეს თავგადასავალი იყო. რას დააჭირე? აკაკი საკვა. შემდეგზე ხარ? ხო. აი კრისტალით კაფე გამოსახული ვერც ეს კადრი დაიქვეხნის. ანუ კაი ეს ნუ გასაგებია. თოჯინები ციცენიან. თოჯინები ციცენიან. შემდეგი. კი ბატონო. გამწვანე? ზემოთ წაიკითხე რა წერია თავზე. ხო, შო. ეს ადვილი იყო, ხო? ვერც დავიპენე. ესეც გამომწვანე. ქართული შემოწვანილის გარეშე. გამწვანე? დიპლომას. დიპლომას ასიძა. აუ, მაინც მჯობნი, ხო? ყველაფერი.
მოიცა? შემდეგი. გამწვანე? კომოსტოს ვჟავიროდებს? კი. მიმინო. თანამედროვე ფილმით დავასრულოთ ჩვენი კვიზი. გავამწვანე. მე გარტყმაზე ვიყავი, არ მაქვს ეს ფილმი ნანახი. არც მე არ მაქვს ნანახი. 8-დან 8 სწორი პასუხი შენ დააჭირე შედეგებს. არ მინდა. რა მოგივიდა? მეც გამომივიდა. ტანია. როგორ გამიხარდა ტანიას დანახვა? ეს ტანია White Lotus-იდან. ნებისმიერ ქართულ ფილმში ითამადებდი. კარგი, კომენტარებზე გადავიდეთ ჩვენი მაყურებლები რას წერენ, რას წერენ. გადავიდეთ. 1445 გამომწერზე კი ავსულვართ. აქვე შეგახსენებთ. ჯაფარ წელს მიაქცია ყურადღება დაიზიანებ ეგრე. პირველი კომენტარი ეს შემხვდა. ხო და მაგაზე სხვადასხვა პასუხის გაცემა მინდოდა და მეგობრებო. პირიქით არის. ნუ ინერვიულებთ. პირიქით წელის პრობლემები მოეხსნა და პირიქით დაზიანებული მქონდა და უკეთესად. ერთი რაღაც ახსნა მინდა რა. ჩვენ ვაკეთებთ CrossFit-ს. დავიწყეთ CrossFit-ი და CrossFit-ი ისეთი მიმართულება არის. სადაც რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ სწორად გავაკეთოთ ყველაფერი. ყავს არაჩვეულებრივი ტრენერი, რომელიც ყოველთვის გვისწორებს ყველაფერს, მაგრამ გვიწევს ხოლმე ერთი და იგივეს ბევრჯერ კეთება, ბევრის კეთება. ხო. და რაღაც მომენტში უკვე ისე იღლები, რომ დგება რაღაც მომენტები, როცა წელი სწორად დაჭერა კი არა, საერთოდ ვინ ხარ ის აღარ გახსოვს რა. და სწორედ მაგისთვის არის ეს ვარჯიშები, ფუნქციონალური ვარჯიშებია, რომ იმდენად ამ ყველაფერში გაწაფული იყო, ყოველდღიურობაში რა მოძრაობებიც გჭირდება. ყოველდღიურობაში ხო ესე დაჭერილი წელით არ იღებ რაღაც ამ ძიმეს და ამ გადახრისა ზუსტად არიცი ხა ტრენაჟორში როგორც ხარ ზუსტად ისე არ აკეთებ. ასე რომ ფუნქციონალური ვარჯიშები არის მაგისთვის, რომ ყოველდღიურობის შემსუბუქებაში გეხმარება, იმიტომ რომ იქაც იგივენაირ ვარჯიშებს აკეთებ, რაც ყოველდღიურობაში გჭირდება. ამიტომ რაღაც თუ მოგეჩვენათ, რომ იმ მომენტში რაღაცას არასწორად ვაკეთებდით, შეიძლება უბრალოდ დაღლილობის ბრალი იყო და მე-10 რაუნდს ვაკეთებთ იმ წუთას და ეს არ არის პირადი გამოცდილება არის, ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, დამთავრე? ხო. შეგაწყვეტინე. ანუ დაზიანებული მქონდა ხერხემალი, არასწორი ვარჯიში და რაც CrossFit-ი დავიწყე და კვაშოსთან დავიწყეთ ვარჯიში, შედარება არ არის, ისე კარგად მაქვს წელი, ანუ ეს ერთ-ერთი ჩვენ შორტზე იყო ეს კომენტარი, სადაც ვარჯიშის ვიდეო გვიდევს რა და კი შეიძლება რაღაცა ისე აჩვენებდეს, რომ რაღაცა ერთი კონკრეტული მოძრაობა შეიძლება არასწორად გავაკეთე, არ ვიცი, კონკრეტულად რაზე ქონდა უბრალოდ ესე ეწერა, წას მიაქცია ყურადღება და არ ვიცი, ფოტოს მიქცევა შეგულისხმობა. არ ვიცი, ხო, ეგეც რაღაცაა. ფაქტია, რომ უკეთესად ვარ და ეხლა 1-2 თუ ჩაგვივარდა რაც CrossFit-ი ვარჯიშეთ და ვგრძნობ, რომ წელი ისე კარგად ვეღარ არის, ანუ როცა მაგ ვარჯიშებს ვაკეთებ, ანუ ვეღარ არის რა, ანუ ისევ მიხსენებს იმ ძველ ტრავმებს რა, იმიტომ რომ ეს ისე ტრავმებია, იმას ვერ მოირჩენ. ხერხემლის თიაქარზე არის ლაპარაკი და დისკის პროტრუზიაზე და მაგის მორჩენა არ ხდება, უბრალოდ სულ ტონუსში უნდა იყო და სულ უნდა ივარჯიშო, რომ ეგ არ გაწუხებდეს. კუნთებზე იყოს დაწოლა და არა ხერხემალზე. ხო და ამ ვარჯიშებით ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მოკლედ და ასე რომ მივაქცევ ყურადღებას, მადლობა, მაგრამ იქ შორტში რაც ჩანს ეგ არ არის. მთელი ვარჯიში გაცილებით მეტი ხდება იმის უკან რა. მაგის თქმა მინდოდა. იმედი გასაგებია. ხო, ანუ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ CrossFit-ი არის ზუსტად მაგისთვის, რომ ისეთი მზადყოფნა გქონდეს, რომ თუნდაც რაღაცა მომენტში თუ ისე დაიღალე, რომ რაღაცა არასწორად გააკეთე. ხო. ისენ იმ მომენტში მზად ხარ იმისთვის, რომ ის აიტანო და არ არის ეს რაღაცა როგორ თქვა, ტრავმის მომასწავებელი რა. რაღაც იმ მომენტში ერთ მოძრაობას თუ არასწორად გააკეთებ. კაი, წავიკითხოთ აპირებულ კომენტარები. იყო 5 კომენტარი, თხოვეთ რომ ისტორიები გაიხსენეთ, სულ ვითარებაში სად მიგიღიათ დაზიანება, რა მე იგეთი თქო. ხო. რას მოყოლეთ ეგა? თავი რო ჩამოვარტყი, თუ რა იყო? კი. და მე როსულ. ეგ აღარ მეტყობა, ხო? მე როსულ
წაიკითხო თუ წავიკითხო? წაიკითხე. ნათელიკო? შენ ხო იმიდან კითხულობ? სტუდიიდან, კრეატორის აპიდან. ნათელიკო, მოუქნელობის ბევრი ისტორია მაქვს, მაგრამ პირველი ეს გამახსენდა. მე 6 კლასში ვიქნებოდი ალბათ, აღდგომის პერიოდი იყო. ჩემო ძმას ხელოვნების მასწავლებელმა დაავალა კვერცხის მოხატვა. დედაჩემმა მე გამატანა სკოლაში, ცელქია შენი ძმა და არ გატეხოსო. სკოლამდე ისე ვატარეთ, სივნიებს არ ვაკარებდი. დავფუფინებდი თავზე, ზუსტად სკოლის შეასრულში გადამიბრუნდა ფეხი და ჩავიკეცი. არ ვიცი რომელი უფრო სამარცხვინო იყო, ის რომ კვერცხი გავტეხე ჩემი ძმის თვალწინ თუ ის რომ სკოლის დასანახად ძირს ვეგდე. მიუტანა და გაუტეხა. გივი ნიკოლეიშვილი. და ეგ მან სასწილო არის რომ ისო გატეხავსო და ამას რო დავალეს რომ ეს უფრო კარგი გავფრთხილდებოდა და როგორც შე რო გაიკეთე თავს ჩამოვარტყა თქო და მე ჩამოვარტყე. მოვლენები ხდებოდა გივი ნიკოლეიშვილი. მოვლენები ხდებოდა 90-იან წლებში იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მეზობელი სრულად გავხსნა. მეზობელი მუშაობდა მაღაზიაში, რომელსაც პური მოჰქონდა ჩვენთვის. ქუჩიდან დამიძახა პური მოვიტანე, გამომართვიო. მე ჭიშკრის გაღება და გადასვლა დამეზარა და ღობის კიდედან ავსოცდი ბეტონზე, სადაც ღობე რკინის წვეტიანი ისრის მაგვარი ფიგურებით ბოლოვდებოდა. რაღაცა ცუდად მიდის. აქედან გამოგართვე თქო. ერთი კი მითხრა, რასაკეთე ფეხი არ დაგიცურდესო, არა იყოს აქედან ავიღებ თქო. გამოვართვი ბადესეთკაში ჩადებული პურები. უცებ ფეხიც დამიცურდა და იღლით დავეკიდე თელიტანით ამ ისარს. უცებ არ შევიმჩნიე რაღაცნაირად. ისევ ავიწიე ჭრილობა და გავითავისუფლე ისრისგან. რობიმ, ასე ქვია ახლობას, ვინც პური მომაწოდა. რამე ხომ არ დაიზიანეო, ჯიუტად არა თქო. გატრიალდა მე სიმწრით ჩამოვედი ბძოლის ადგილიდან და შევიტანე სახლში პური. რას ხედავ, სულ გაღებული მაქვს მარცხენა იღლის მხარე. გაღებილი. შეღებილი ალბათ. ხო, ან სისხლისგან ალბათ. მარცხენა იღლის მხარე შიშით ჭრილობა ჩემით რაღაცნაირად დავიმუშავე ისე რომ არავის გაიგო სახლში, თორე ორმაგს დამივატებდნენ. აი ესე მოვირჩინე წლების მერე ვთქვი ეს ამბავი. ვიქნებოდი 9 წლის ნაიარევი დღესაც მაქვს. არა და მაშინ დღეში 10 კილომეტრს დავრბოდი. გამეღო ის კარი და გადამედგა ორი ნაბიჯით მეტი. აუ ეს მასთან წავიკითხე ისტორია გამოვშტერდი რა. ანუ გადარჩენილია რომ ეს ჭრილობა რაღაცა ნორმალურად შეხურცდა. 9 წლის ბავშვს რანაირად უნდა მოეხერხებინა ხა იმის კარგად დამუშავება გადარჩა თან რომ იქ რაღაცა რკინის იმასო ხო რაღაცა ის ძიმე ისტორია იყო კიდე კარგად დამთავრდა. რაღაცა ინფექცია არ შეეჭრა რაღაცა 1000 რაღაცა რა ვიცი. თან 9 წელსაკში მაგას მოხერხება უნდა რომ ისე გააკეთო რომ ვერ შეგამჩნიო მე და ისე მოირჩინო. ოჩახ ზაის კომენტარი, აუდებილობები სულ მემართება. უკანასკნელს გეტყვით, გაჩერებაზე ვდგავარ, ავტობუსს ველოდები და ყურსასმენებში რაღაცას ვუსმენ და სრულიად მოწმენდილ ცაზე ფეხი გადამიტრიალდა. დგომაში არ გამძრეულ ვარ, ვიდექი და ფეხი გადამიბრუნდა, წავიკეცი თითქმის. ეს იმას გავს, მე რომ მოყავი ვიდექი და წავიკე. ცოტა ხიზი ხო დაგემართა კიდე ეგრე. ნუ წაბარბაცდი და რაღაც აიკეთე. კი, მანქანასთან რო ვიდექი და ნათ მაღრაძე სასამართლოს დერეფანში მობილურში ყურების დროს ფეხი წამოვკარი საფეხურს და მუხლებით დავეცი გემრიელად. ისე უცებ წამოვდექი ტკივილისგან შეგრძნება ვერ გავიაზრე, მაგრამ კიდე დამჭირდა. მე 2 წლიანი კურნალო და ბოლოს მენისკის ოპერაცია. კაი, რამზიმე ისტორიები. და საქსი ჯოზი ბოლო კომენტარი, შეიძლება ჩემს ამბავს გულისხმობდით ჯაფარას პოდკასტში რომ დავა კომენტარი, აი სახაზავივით რომ წავიქეცი და ცხვრის ასფალტით ჩავერჭე. გვანცა კი ხითხითებდა გულიანად სინქრონში. ახლა საქმეზე გადავა. ის დროა ქუჩაში რომ ვუკრავ, ხო, ანუ წინა იმაში ვახსენეთ რაღაც ისტორია და მე მგონი ეგ იყო. ის დროა ქუჩაში ვუკრავ, ვაპირებ სახლში მეტროთი წასვლას, უკვე ღამეა. მეტრო რუსთაველის ესკალატორზე ვდგავარ და მესმის მომავალი მატარებლის ხმამ. ვასწრებ გააზრებას, რომ თუ წავიდა 10 წუთზე მეტი მომიწევს ყურყუდი და გავექანე. ჩავბივარ ესკალატორის ინერცია, ამაზე კაის გამახსენდა მოყვები. ჩავბივარ ესკალატორის ინერცია და ჩემი სიჩქარე თავისას შვება. ბაქანისკენ მოხვევისას რაღაცნაირად დავსრიალდი მარმარილოს ფილაზე. კარგი დრიფტი ვქენი და ზურგზე დაწოლი სრიალით ვაგონისკენ წავედი შაიბასავით. თან მარჯვენა ხელში საქსოფონის ძვირებული გეიზი და ფაქტიურად ხის ჩემოდანი მიჭირავს დაწოლი ტანის პარალელურად მაღლა აღმართული. მე ჩარლი ჩაპლინის ეს არის ხო? მაღლა აღმართული რო არ გატეხილი ყოლა. მივსრიალდი კარებამდე წამოვდე და შევედი ვაგონში.
ამჯერად უხიფათოდ გადავრჩი, არ ვიცი ჩემი ეს გმირობა რამდენმა შეამჩნია, მაგრამ ერთი ბიჭი აშკარად ძლივს იკავებდა სიცილს. მეც გიჟივით მეცინებოდა, როცა წარმოვიდგინე სანახავი იქნებოდი გვერდიდან. არ ვადებები თქვენ. თან ის არის საცი, რომ მისწრება არ იყო საჭირო, რომ მიასწრებდა, ანუ რომ დაკეტილი იყო და შევარდნილი ყავი, კიდე გაამართლებ რო ღირდა წვალებად, მაგრამ მივხვდა კიდე დიდი ხანი არ იკეტება კარები. მადლობა, კარგად გავერთე, კაი კომენტარები იყო. ამაზე გამახსენდა ჩემ მეგობრებს შემთხვევით სკოლის ასაკში მე მგონი რა. ან ბალუ იყო, ან დინო აქედან მოკითხო რომ რაღაცა შეიძლება კიდე სხვა იყო, მაგრამ მე უფრო ბალუზე მახსოვს რა. ლიფტში შევიდნენ მეგობრები ერთად იყო რამდენიმე და ეს ცოტა უკან იყო და იკეტებოდა კარები და გაიქცა რომ მეც ამასაც შეესწრო რა. ჯერ ესეთი რაზგონით რატო გარბოდა ლიფტის ხო ძველებური ლიფტები ძველ კორპუსში პატარა კაბინა რო არის. და რო უნდა გაგზავნო ბოლოს ეს გადახტა. და ეს თავით მიასკდა ლიფტის ჯარჯოს. და მოკლედ რომელიღაცა იყო მაქედან რა. მე რა გამახსენდა იცი ზურას აქვს ხოლმე კაი ისტორიები. აბაზანის კაბინაში რო დაემართა რაღაცა სასტუმროში. ის კარსო კეტავდა და მთელი ისო ჩამოიოს ხო რა ხო? ხო. დუში შევიდა კარს კეტავდა უცებ რაღაცნაირად გადაგაცუნდა და მთელი ეს კარი ან შუშებიან და დაიმსხვრა ყველაფერი. და რაღაც გადმოდიოდა მე აქეთ. შუშის დამსხვრევები რო ეყარა. ესე მახსოვს მე. და სასტუმროში რო ფანჯარა არ იღებოდა და მთლიანად რო წამოვიდა ეს ფანჯარა. ტელეფონჯერო გადმოვარდა აქეთ ხო? ზურაზა წაიმართება. აქიდე აპინულის ეთყობა ის შეეშალა და აპინულზე არ არის. ბავშვობაში სამი ერთნაირი სპორტული შარვალი მიყიდეს. ხეებზე და გარაჟებზე ცოცვის პერიოდი იყო და ერთ-ერთი აცოცების დროს ეს ერთი სპორტული გავხიე უბეზე. ავედი სახლში ნუდიდად არ გაუტრაკებიათ, მაგრამ მეორეს ჩაცმის დროს მოყვა მკაცრე გაფრთხილება. ხო, ბევრი როარ გავაგზავნო, სამივე სპორტული საღამოს ერთ ადგილას იყო გახეული. აი ხო იფიქრო სპეციალურად გააკეთა. სამს რო უყიდი და ერთ დღეს გახ. კომენტარის ავტორი იყო, ეხლა ბოლოსაც წავიკითხე, ვილიამი, სახელიდან წამიკითხავს. ხო, ეს იყო აპინული კომენტარები, დანარჩენი კომენტარების ავტორებსაც დიდი მადლობა. ყველას ვკითხულობთ, გიყურებთ ყველას. მთელი ოჯახით. ხო, მთელი ოჯახით და ეს იყო კომენტარები, ეს იყო ჩვენი community. კითხვა. ასეთი კითხვა ხო არ დავსვათ. საიდან დამემბადა იცი ეს აზრი, მეგობრებს რომ მოიკითხავ რა. ეს რომ მოვიკითხოთ ჩვენი მაყურებლები და აპინო კომენტარში დაწერონ, აი ბოლოს ყველა საინტერესო ამბავი რა შემეთქვათ რა. აუცილებლად ესეთი კურიოზი კი არა. ახალი რა არის თქვენსკენ? ხო, ახალი რა არის თქვენსკენ? აი ესე ან რაღაცა მოხდა, ან დაგაწინაურეს, ან ახალი სამსახური, ან საინტერესო ამბავი გაიგეთ. ნებისმიერი რაღაცა, რასაც თქვენთვის მნიშვნელოვნად თვლით რა. ხო, რა არის თქვენსკენ ახალი? აი ეს დაგვიკომენტარეთ აპინო კომენტარზე. ხო, რაღაცა მართლა გეუბნები ძალიან ბევრი დამახსოვრებული მყავს რა. თავისებურად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ თითქმის ერთ და იგივე ადამიანები გვიწერენ ყოველ ეპიზოდზე კომენტარებს და რაღაც ვიღაცა თუ მოხდა ისე რომ არ გამოჩნდა, მე ვფიქრობ ხოლმე რომ იმან არ დააკომენტარა, რა შვება როგორ არის და ესე მე ვფიქრება ხოლმე. ხო და ასე რომ დაგვიწერეთ რა ხდება თქვენსკენ? რა ხდება თქვენსკენ, რა არის ახალი? იმას რომ მოწმობ ხო ჩაიწერა ეს კვიზები. ეგრე დავწერეთ აპინულ კომენტარში რა ხდება თქვენსკენ რა არის ახალი. ხო. ჩვენი პოტენციური სპონსორი შემოდის, წაიკითხოს კომენტარები და აპინულ კომენტარად რომ ეს არის. სხვა შვებით. კაი, რჩევები და დავიშალეთ. ხო, მე მაგ ძალიან მაგარი რჩევა. ის ციგნი კი არ დავამთავრე, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შემდეგისთვის დავამთავრებ აუცილებლად და გეტყვით ჩემს. რჩევა არის ციგნი თუ გადასამთავრებელი Split Fiction არ გადმოწერო თამაში. ხო. და საერთოდ რამის კეთება თუ გინდათ, PlayStation-ი გადააგდეთ. ხო. რჩევა არის ეგეთი. გამოვიწერე ელექტრო სახეხი იმის აბაზანის. ხო, ეგეთი ის ნანახი არ მქონდა მე. არც მე. აი ისეთი კმაყოფილი ვარ, რა ვიცი, აი მაგისთვის ღირდა ესა რა ქვია ტემოს შექმნა საერთოდ რა. ჯინეთის არსებობა. ხო.
ჩინეთი როგორც ქვეყანა რო არსებობს. ჩემთვის აბაზანა არის პირველი ტკივილი და აბაზანის სისუფთავე რა. ანუ ოპერაცია რო გავიკეთე, ოპერაციის მერე ვერა და ვერ მოვახერხე რომ აბაზანა გამეხეხა, იმიტომ რომ ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, რაღაცებს მეუბნებიან ექიმები და ნუ იქ დახრა არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ხეხვა არ შეიძლება და მოკლედ რა. მაშინ გამოვიწერეთ ეგ, გახსოვს? ცოტა გვიან ჩამოვიდა. და მოკლედ ყველაფერი ამონათდება, ეხლა უბრალოდ ახალი გამოყენებული მაქვს და იმაში აბაზანაშია და არ მინდა აქ ვაფრიალო. ხო. მოყვება სხვა თავები, ყველაფერს ფოტოებს დავადებთ. აქვს ორი რეჟიმი, ერთი მაგრა ხეხავს, ერთი შედარებით სუსტად. ტრიალებს ჩვეულებრივად ეს გრძელი ის არის. ტრიალებს. გრძელი. ესე ტრიალებს. დივაისი თუ რა ვიცი რაც ქვია რა, ანუ მოგრძო რაღაცა არის. აუ, მაგრა ურახუნე. და თავები არის, ესეთი ბრტყელიც არის, წვეტიანიც არის, რომ კუთხეებს მიუდგეს კარგად. ხო, მაგებს ნახავ ფოტოზე თავებიანი. ხო, ნული ის გჭირდება, ძალისხმევა რა. რისთვისაც არის, კარგად ასრულებს თავის საქმეს. ხო, ანუ რაღაცა ხსნარით რიცით წმენთ ხოლმე კაფელს, რომ მიასხავთ და ცოტა დრო გავა ის მოალბობს. მე ამას ჩართავ და უბრალოდ აი ხალში დაიჭერ. ხო, თან ის გრძელი არის პოლის ჯოხივით. ხო, ანუ გრძელი არის და არც წელი გტკივა, არც ხეხვა გჭირდება, არც არაფერი, ის თვითონ ხეხავს გადასარევად, აი არანაირი ზედმეტი დატვირთვა არ გჭირდება რა. ფოტო და მაშინ ლინკიც ჩავაგდოთ აღწერაში. ხო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. თვალზე გაქვს წამწამის წერილი თუ სიხარული? არ ჩანს, მაინც არ გამოჩნდება. წერილი. იმიტომ რომ Google-დან ხოველდებით იმ წერილს რომ არ დაადგა საშველი და ეს ვერიფიკაციის ის. გულწრფელად რომ წერილი გირჩევნია. მართლა წერილი ძალიან გამიხარდება ეს წერილი რომ მოვიდეს. და მეც ტემოდან გამოწერილი ნივთი გადავწყვიტე. ვინც გვიყურებს, ალბათ ბევრს ექნება სახში კომპიუტერი. ანუ ისეთი ლეპტოპი და პლანშეტი კი არა, ჩვეულებრივი დესკტოპ კომპიუტერი. და დესკტოპ კომპიუტერს მოყვება ბევრი კაბელი, მაგიდის უკანა მხარეს. მონიტორის ეს HDMI კაბელი, დენის, თვითონ პროცესორის დენის კაბელი, ინტერნეტის კაბელი და მოკლედ შეერთებული დინამიკებში და ტემოზე იყიდება ესეთი მშვენიერი მაგიდის ქვემოდან მისაწებებელი ესეთი არხი არის რა. და ეს იქიდან უკან კაბელებს ჩაყრია ამ არხში და არც მაგიდის იქიდან არის ჩამოშვერილი და არც ასე და მოკლედ ძალიან კოხტად აკეთებს ორგანიზებას, სურათსაც დავადებ, ლინკსაც ჩავაგდებ. ესეთი უბრალოდ თავზე ისე მოყვება ორ მაგის კოჩიკა და წებო, ესეთ ავაძრეს სტიკერი და მივაწებე მაგიდაზე ქვემოდან უკანა მხარეს და იმის მერე არის. ვიფიქრე რომ ეს მალე ჩამოვარდება თქო. სხვა გამოცდილება რაც გქონდა ტემოდან გამოწერილი წებოვანი ნივთების, მაგრამ ეს უკვე ორ კვირაზე მეტია მიწებებული მშვენივრად მუშაობს. მაგას გირჩევთ რომ ეს ძალიან კარგად აორგანიზებს იმას სამუშაო მაგიდას. და სხვადასხვა კიდე ის რომ გამოვიწერეთ, ეთქვა წებოები დაამოღამეს ჩინეთში რა. რაღაცა კაი პარტია აქვს წებოსი. ესეთი პატარა კაუჭი არის იმაზე აბაზანაში, ბარემ რო ახსენე, პოლის ჯოხის ან რაღაცას ჩამოსაკიდებელი შედგავ და იჭერს. ხო. ეს ჩვეულებრივად ამოიღებ და ეგეც აემხილა რაღაცა და წებოთი არის კაფელზე მოგრებული და დღემდე ძლიერად გამოიყურება. აი, დავასრულოთ. მადლობა ყველას, ვინც გიყურა აქამდე. მადლობა. მადლობა რომ ხარს გვიჭერთ, გურჩი გვიგახართ და мотиваციას გვაძლევთ რომ გავაგზავნოთ ეს თორეს რა აზრი ექნებოდა. და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მომავალი სპონსორებისთვის, რომ რაღაცა სოლიდური ის იყოს. სახე გქონდეს. გამოწერების რაოდენობის და მადლობა კიდევ ერთხელ პატრეონზე, ვინც ხარს გვიჭერს. და ძალიან მალე იხილავთ მაგის შედეგს. ხო. პატრეონზე დავამატეთ ერთჯერადი დახმარების ფუნქციაც. ხო. ერთჯერადადვისაც უნდა. და მოკლედ აი, მადლობა და ნახვამდის და შევხვდებით ერთ კვირაში. დროებით.